აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო მეოთხე წელია ევროპული არდდეგების პროგრამას წარმატებით ახორციელებს. წელს პროგრამა მასშტაბური სახე მიიღო და რაჭაში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბანაკე პროგრამა მრავალფეროვანი იყო, რომელიც სპორტულ ოლიმპიადებს, კულტურულ შემოქმედებით ღონისძიებებს, საგანმანათლებლო ტრენინგებს და სპორტისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებს გულისხმობდა. წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს დახმარებით მოგვეცა შესაძლებლობა ამ არაჩვეულებრივ გარემოში გაგვეტარებინა რამდენიმე დღე ერთად და აქაურ აქტივობებთან ერთად, რომელიც მთლიანად არის ახალგაზრდების განვითარებაზე კონცენტრირებული, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინტეგრაცია გაგვეკეთებინა სწორედ ამ თემების, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. წელს პროექტში 100-მდე დევნილმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. სამიზნე ჯგუფი 14-დან 18 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, ასევე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებსაც სწავლის მაღალი მოსწრება აქვთ. მე ვთვლი, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენ ბავშვებზე, დადებითი კუთხით ეხმარებიან ამ ბავშვებს ინტეგრირებაში, საზოგადოებასთან უფრო აქტიურ ჩართულობაში, საქმიანობაში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავს ღონისძიებაში ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების ჩართულობას და დახმარებას და მხარდაჭერას მაგათვის და მე მინდა უსრულო ამ ბავშვებს, ვინც იღებს მონაწილეობას და მომავალში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ყოველივე საუკეთესო და წარმატება, რა თქმა უნდა. პროექტი ევროპული არდდეგები ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. საინფორმაციო ცენტრის მთავარი მიზანი ახალგაზრდების საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლებაა, ასევე აღნიშნულ პროცესებში მათი ჩართულობა. შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მიმდინარე კვირის განმავლობაში საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. თუ რა გზა გავიარეთ, რა ეტაპზე ვართ, რა გამოწვევები და პერსპექტივები არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე რა მნიშვნელოვანი ხელშესახების შედეგები მიიღო ქვეყანამ აღნიშნული პროცესების შედეგად და რა სიკეთეები აისახა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. სალექციო სემინარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მედია წიგნიერების მნიშვნელობა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მეთოდები იყო. ლექციას სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები კითხულობდნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოწვეული ექსპერტებისგან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან მოისმინათ ლექციები, ჰქონდათ შესაძლებლობა დაისვათ მათთვის საინტერესო კითხვები, ახალგაზრდებმა გაატარეს სასიამოვნო დრო და მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი წელს პირველად ჩაერთო ევროპული არდდეგების პროგრამაში. თითოეული მათგანი შემეცნებით გასართო პროექტებში მონაწილეობით კმაყოფილია და მომავალშიც გეგმავენ ჩართულობას. ჩემთვის მსგავსი ბანაკი პირველად მოხვდი. ეს გამოწვევა იყო ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, რადგან შევისწავლე ბევრი რამე. ამავე დროს გვაქვს დღემდე აფხაზეთში მყოფი ბავშვებთან ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. იმედია მსგავსი ბანაკები კიდე განხორციელდება, იყო ძალიან თბილი და კეთილი გარემო. ამისთვის მადლობა ლიდერებს და იმ ყველა ადამიანს, ვინც ამ ბანაკში მონაწილეობის მიღების უფლება მოგცეს. პირველად ვიყავი ბანაკში, არასდროს არ ვარ ნამყოფი და ჩემთვის იყო საუკეთესო გამოცდილება. მართლა ძალიან მომეწონა, ბევრი რამ ვისწავლე ტრენინგებიდან გამომდინარე. თამაშებიც ჰქონდა ბანაკს, სპეციალური თავიანთი თამაშები და ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. ევროპული არდდეგები 20-23-ის დახურვის ცერემონიალზე კი მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.